ძალიან მინდა რომ ჩემი სკოლა მე და ჩემ კლასს მე მინდა რომ თავიდან 4 სკოლა გამოვიცვალე. მე მინდა რომ ჩვენ სკოლაში ჩემი აზრით სკოლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე ვინატრებდი რომ პირველ კლასში არ მომეწონა მართალია გითხრათ, იმიტომ სუდი მასწავლებლები იყვნენ, არასწორად გვასწავლიდნენ. მასწავლებელმა უფრო ხშირად გაგვაკეთებინოს პროექტები. სკოლაში კარგი სწავლებაა, მაგრამ მე ძალიან ბევრი რამე შეცვლა მინდა, მაგალითად მასწავლებლები უფრო მხიარულად გვიხსნიდნენ რაიმეს და ცოტა დრო შემცირებული. კიდე რაც შეეხება ბევრი შეცდომებია წინში. მასწავლებელი ჩვენ ძალიან კარგი ყავს, მაგრამ ხანდახან ისე გვიბრადება ხოლმე, რომ ბუა ხდება. ბევრი სამეცადინო რო ქონდეს, ძალიან ცოტა სამეცადინო გვაქვს ჩვენ. მასწავლებლები არასდროს არ გვიჯავშდებიან. ძალიან მომწონს, მაგრამ მინდა რომ დასვენებები ცოტა დიდხანს იყოს, იმიტომ რომ არ გყოფნის. და მე ამითი ძალიან ღიზიანე. მე მინდა შეიცვალოს სკოლის პირობები და მასწავლებელმა გაგვიშვა სპორტზე და დიდი ხანი ვიყოთ სპორტზე, მე და ჩემი კლასი. ძალიან საყვარელი მასწავლებლები ყავს და მუდამ ესმით ჩვენი როგორ გვინდა სწავლა. მე მინდა რომ მასწავლებელი შეიცვალოს, უფრო და უფრო მეგობრული გახდეს და მიხვდეს რაც გჭირდება. იყოს ყველა სკოლა გარემონტებული. ძალიან ბევრი რამე შეცვლა მინდა. კიდევ მინდა რომ არ იყვნენ სკოლაში მანდატურები. ბავშვის პიროვნებად ფორმირებაში მშობელზე არანაკლები როლი აქვს მასწავლებელს და შესაბამისად მისი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ ძალიან დიდ როლს თამაშობს შემდეგში რამდენად წარმატებული პიროვნებად გაიზრდება ესა თუ ის ბავშვი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას თუ როგორი ფორმით უნდა იურთიერთოს მასწავლებელმა ბავშვებთან. არის ესეთი დირექტიული მიდგომა ხშირ შემთხვევაში, რომ აი მასწავლებელი რაღაცა ინფორმაციას აწვდის და არ უნდა ჩაერთოს ბავშვი, არ უნდა გააწყვეტინოს. და როგორც კვლევებით დადგინდა, არც თუ ისე ეფექტური სწავლების სტრატეგიად მიიჩნევა. ყველაზე ესეთი ეფექტური სწავლების სტრატეგია, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სწავლების პროცესში, ეს არის რაღაც ინტერაქტიული მეთოდით სწავლება. და ეს არის მასწავლებლის და მოსწავლის აქტიურ ურთიერთობა საკაკვეთილო პროცესის დროს. განათლების სამინისტროში მუშაობს სპეციალისტთა ჯგუფი სწორედ ამ მიმართულებით, თუ როგორი ეფექტური სწავლების მეთოდები შეიძლება იქნა შეთავაზებული მასწავლებლებისთვის. საკმაოდ ბევრი პრობლემაა. მასწავლებელზე არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. მე აუცილებელია იყოს ალბათ პატარა კლასები, რადგან იყოს მაქსიმალურად ინდივიდუალური მიდგომა. ასევე მიქმნის დისკომფორტს ის, რომ ყოველწლიურად წიგნები იცვლება. ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთმანეთთან დამოკიდებულება არ არის ისეთი, როგორც სასურველი არის იყოს. და სკოლის ფუნქციაც უნდა იყოს, რომ ბავშვები გამოვიდნენ იქიდან ყიყვად მოაზროვნეები და თავისუფლები და არა რაღაც ზომბები. დღევანდელი საგანმანათლებელ დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და შინაარსის ავკარგიანობაზე ალბათ ბევრი რამის თქმა შეიძლება. ერთი კი ის მკვეთრად განსხვავდება 90-იანი წლების პერიოდის საგანმანათლებლო სივრცისგან. პირადად ჩემთვის ის დრო ჩაბნელებულ თბილისთან, გაყინულ საკლასო ოთახებთან და სანთლის შუქზე მომზადებულ დავალებებთან ასოცირდება. მან შემდეგ გარემოც და განათლების რეფორმაც ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ შეიცვალა, თუმცა განათლების დონე სამწუხაროდ იგივე დარჩა. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების კვლევების თანახმად საქართველოს 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. კითხვა, მათემატიკა და მეცნიერება. ეს ის დისციპლინებია, რომლის მიხედვითაც ფინელმა მოსწავლეებმა საშუალოზე ბევრად მაღალი მაჩვენებელი აჩვენეს. დღესდღეობით ფინეთი ამ კვლევის შედეგებით ლიდერობს. ეს არის ურთიერთმდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული სისტემა, სადაც მოსწავლეს აქვს ყველაზე ცოტა საშინაო დავალება. ამ მოდელის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ბავშვს არ უნდა წავართვათ ბავშვობა. ანუ მან უნდა შეირგოს, რომ ის არის ბავშვი. განათლების პირველი წლები არ უნდა იყოს ორიენტირებული აკადემიურ წარმატებაზე. მთავარია ბავშვებს ვასწავლოთ, როგორ იცხოვრონ,
ისწავლონ და აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები. ამ იდეის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ აკრძალვების სისტემა ზოგადად კლავს კრეატიულ აზროვნებას, რაც იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე აკადემიური წარმატება. საინტერესო ის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში მაინც ყველა მთავრობა, ახლად მისული მთავრობა ხედავს, რომ არის პრობლემა განათლებაში, იმიტომ რომ 2003-შიც და წელსაც ხედავთ, რომ მთავრობები განათლებას პრიორიტეტად აყენებენ. ყოველ შემთხვევაში იგრძნობა ენერგია, რომთაც ისინი ცდილობენ გამოსწორონ პრობლემა. 2004 წელსაც დაიწყო სერიოზული რეფორმები, მაგრამ რაღაცნაირად მერე დაიკარგა მუხტი, დაიკარგა ენერგია რატომღაც. ყველაზე საინტერესო იყო პრემიერ-მინისტრის დავალებით სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელსაც ცნობილი მეცნიერი გია დვარი და კიდევ საერთო ჯამში 5 ძალიან ცნობილი მეცნიერი ჩავდგა სათავეში და მათ დაიწყეს განათლების რეფორმის კონცეფციის შექმნა. და წარმოადგინეს მათი ხედვა რა უნდა მოხდეს საქართველოში იმისთვის, რომ განათლება მიაღწიოს იმ დონეს, რაც საქართველოს სჭირდება. საქართველოს მომავალი წარმოგვიდგენია როგორც ინტელექტუალური ადგილი მსოფლიოში და ასე გვჭირდა.